რა, ჩვენ მე რეგულაციების მომხრევა განსხვავებით აი აქ მსხდომი ადამიანებისგან, იმიტომ რომ ეს რეგულაციები და ეს ევროპული სოციალური წესრიგი სწორედ ამ რეგულაციებზე დგას. ანუ ეს რეგულაციები უზრუნველყოფს იმ ხარისხს, ხო, ეს იქნება სურსათის უნებლობა, ეს იქნება ჰაერი, ეს იქნება თქვათ, შეიძლება დამცინავად თქვათ, რაღაცა პლასმასი თუ ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში იმ ხარისხს, რა ხარისხის პროდუქტს და რა ხარისხის პროდუქტის მოხმარება ხდება ევროკავშირში, სწორედ ეს რეგულაციები უზრუნველყოფს, ხო? ადრე კახა ბენდუხიძეს აქვს ნათქვამი, რომ რად გვინდა სურსათის უნებლობის სამსახურიო, თუ ადამიანი მოიწამლაო რესტორანში, მე აღარ მივა და ის რესტორანი აუცილებლად ავტომატურად დაიხურება. ევროკავშირი ესე არ უყურებს. ევროკავშირი უყურებს, ხო, ევროკავშირი უყურებს ისე რომ მოდი გქონდეს რეგულაციები, რომ არავინ თავს უფლება არ მიცეს, რომ მაგალითად რაღაცა ცუდი საკვები პროდუქტი გაურიოს ინგრედიენტად რომელიღაცა კერძში. მაგალითად წინა კვირაში თქვენ პარლამენტის თავმჯდომარე იყო იმედის ეთერში და იმედის ეთერში საუბრობდა, რომ ევროკავშირი ფაქტობრივად ავრცელებს ფსევდორელიგიას. ოღონდ ეს რაღაც ესეთი კი არ არის რაღაც ეფემერული ამბავი. ამას ქვია სოციალიზმი. კონკრეტულად სახელი ქვია თანამედროვე სოციალიზმი. დასავლურ ცივილიზაციას გარემტრები, ფიზიკური მტრები, აი ვერასოდეს ვერ უგებდნენ. ანუ სინამდვილეში დასავლურ ცივილიზაციას შიგნით იჩენდა მტრებს ყოველთვის. აი ფაშიზმი მაგალითად, კომუნიზმი იყო დასავლური ცივილიზაციის შიგნით აღმოცენებული პრობლემა, რომელმაც აი ის ანუ დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, რომ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაღაცებით ჩაანაცვლა. ზოგჯერ სახელმწიფო იყო უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ერთი ადამიანი. ზოგჯერ კიდე რაღაცა სხვა ღირებულებები იყო უფრო მნიშვნელოვანი, აი კომუნიზმის შემთხვევაში, რომ სამყარო იყო უსამართლოდ მოწყობილი და ვიღაცებს უნდა გადაეკეთებინათ ეს სამყარო, რომ სამართლიანი გამხდარიყო რა. თუ თავის დროზე თუ პროლეტარები იყვნენ ეს დაჩაგრულები, შეიძლება ახლა LGBT ვიღაცა ტიპები არიან დაჯაგრულები. ანუ ეს ჩვეულებრივად არის კომუნიზმის და სოციალიზმის ფორმა. რა არის, იცით ხა, ძალიან საინტერესოა ხოლმე, როგორც ხელისუფლება, ისე რა ვიცი, რა დავარქვათ, ლიბერალური ოპოზიცია, ანუ აბსოლუტურად ხო ევროკავშირს რაღაცა ნათლავს, ესე საბჭოთა კავშირის, სოციალიზმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამ ტერმინოლოგიის გამოყენება და ხანდახან ალუზია მიჩნდება ხოლმე, რა, ჩერჩილს აქვს ნათქვამი ხრუშოვზე, რომ ესე იგი მეო, კაცო, არ მინახავსო ეგეთი ადამიანები, რომელიც გარდაცვლილს ებრძოდესო და ვერ ამარცხებდესო, ანუ სტალინის კულტს რო ებრძოდა ხრუშოვი რა და რაღაცა მოდი დავიხსნათ თავი ამ კომპლექსისგან საბჭოთა კავშირის და სოციალიზმის მე ნამდვილად ვერ ვიტყვი რა ქვია ბაიდენის ადმინისტრაციაზე რომ ოდნავ მაინც რაღაცა ეკონომიკური თვალსაზრისით სოციალისტური იყო ჩვეულებრივი ნეოლიბერალური კაპიტალისტური სისტემა იქ და ესეთ დარჩება მაგრამ რეალურად ხო ვიცით რომ ეს ევროპა არის სოციალური სახელმწიფო ხო ეგ არის რა განასხვავებს ევროპას და ამერიკას ევროპა არის გამოკვეთილად სოციალური სახელმწიფო ანუ სახელმწიფოს პასუხისგებლობა მიუხედავად ისა მოსწონს ვინმეს თუ არ მოსწონს ადამიანის მიმართ არის ბევრად უფრო მაღალი ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში სადღაც მაგალითად 15% დღესაც არ აქვს არანაირი დაზღვევა ჯანდაცვის ხო და ის ადამიანები ბედის ანაბარ არიან მიტოვებული ევროპაში ესე არ არის ხო მარტო ეს მაგალითი რო ავიღოთ ეს არის ფუნდამენტური განსხვავება ამერიკასა და ევროპას შორის იმიტომ რომ ის არის სოციალური სახელმწიფო და რაზე დგას ეს სოციალური სახელმწიფო ეს სოციალური სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა დგას რა პროგრესულ გადასახადს. გესმით? თავარი ეგ არის პროგრესული გადასახადი. აქ რო ლაპარაკობთ ხომ, ბიჭო სიღარიბე როგორ ვერ დავძლიეთ და ხვალ დავძლეს სიღარიბე და ზეგ დავძლეს სიღარიბე და თურმე რამხელა უთანასწორობა. საქართველოს ყოველთვის ვამბობთ ხოლმე საქართველოს ღარიბი ქვეყანა. ტყვილი არის ეგა. საქართველოს არ არის ღარიბი ქვეყანა. მაგრამ შეიძლება ლიეტუვას დაეწიოს იმაში ერთსულ მოსახლეებს წყილობით უნარიანობის მუშუპოთი. არ არის ღარიბი ქვეყანა. საქართველოს არის უთანასწორო ქვეყანა. და ევროპაში, ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპის ნაწილის და ევროპის სოციალური წესრიგის მსგავსი წესრიგის ჩამოყალიბება. იმიტომ კი არ გვინდა მართლა რომ ისინი ქერები არიან. იმიტომ რომ ეგრე ვიცხოვროთ, როგორც ისინი ცხოვრობენ. გესმით? ეგეთი უთანასწორობა კი არ იყოს, როგორც საქართველოსია. არამედ ისეთი თანასწორობა იყოს, როგორც ევროპაში და ამის გასაღები არის ერთ-ერთი თავარი მინიმალური ხელფასი ჩვენ არ გვაქვს. ხო? რაც ევროკავშირში ერთ-ერთი ფუნდამენტია თქვა სოციალური პოლიტიკის. ელემენტარული პროგრესული გადასახადი ჩვენ არ გვაქვს. 10,000 რო აქვს ვიღაცას ხელფასი ისის 20% იხდის და 500 ლარი რო აქვს ისის 20% იხდის, იმიდან საკუთარი იმიდან რა ქვია, ხელფასიდან და რა ევროპაზე ვლაპარაკობ, როგორ გვინდა ევროპას დავემსგავსო. ჩვენ მართლა ევროპა რაღაცა კონსტიტუციაში ჩანაწერი ხო არ გონია. თავარი კარგად იცის ბატონო ბექამ ქართული ოცნების ამოსავალი წერტილი და თავარი ყურადღების საგანი ეს იყო ადამიანი. ეს იყო ის თავარი
საარჩევნო დაპირებაც და სტრატეგიას და ხედვას და ყველაფერიც, რის ფონზეც თავის დროზე მოვიდა ქართული ოცნება. და ვინ თუ არა თქვენ კარგად იცით, სოციალური პოლიტიკა დაწყებული ჯანდაცვის სისტემიდან დასრულებული დღეს უამრავი ჯანდაცვის მიმართულებით პროგრამები სწორედ ამაზეა ორიენტირებული, რომ რამდენადაც შესაძლებელია, რამდენადაც ეკონომიკა ამის შესაძლებლობას იძლევა, რამდენადაც საგადასახადო პოლიტიკა და სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო პოლიტიკა გვაქვს, რამდენადაც ეს იძლევა შესაძლებლობას ადამიანი იყოს ყურადღების ცენტრში. მაქსიმალურად გვერდში უდგას. ეს არ არის მარტო პენსია, ხო? პენსიის მიღმა არის უამრავი ჯანდაცვის პროგრამები, ინფრასტრუქტურის სატრანსპორტო პროგრამები, განათლების პროგრამები, მუნიციპალური პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ხდება ოჯახების, ყველაზე შეჭირვებული ადამიანების დახმარება. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე გამოვყვებით სრულად იმაში, რომ ბევრად მეტი გვინდა. იმაზე მეტი გვინდა, ვიდრე დღეს ამის შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ გადავხედოთ, საიდან მოდის ეს ხელისუფლება, ზოგადად ეს ქვეყანა საიდან მოდის, რა წერტილიდან დავიწყეთ და დღეს რა წერტილზე ვართ. ერთ-ერთი მთავარი უთანასწორობის აღმოფხრელი მექანიზმი, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკაში არსებობს ზოგადად, ეს არის გადასახადები. ანუ რამდენადაც პროგრესულია გადასახადი, მით უფრო ნაკლებია უთანასწორობა. გესმით? აქედან გამომდინარე, ევროპა დგას სწორედ აესეთ ესმის გასაგებია. ყველაფრის მაგას არ უნდა რაღაცა ეკონომიკის ზრდა და ყველაფრის განხილვა შეიძლება. მაგას ეკონომიკის ზრდა და რაღაცეები არ იქ ჩვენ მაგას მივესალმებით, ის ნაცვლად რომ მოლოტოვის კოქტეილი ესროლონ პარლამენტს დავსვდეთ და განვიხილოთ ეს საკითხები. ყველაფრის განხილვა შეიძლება კონკრეტული არგუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში. კარგი, დიდი მადლობა. განვიხილოთ პროგრესულ გადასახადზე თუ ჩაანიშნავთ, აი გადასახადზე მაგალითად გირჩა აქვს თავისი პოზიცია, ხშირად მომისმენია, გვიდებატია და ასე შემდეგ. გადასახადებზე თუ ჩაანიშნავთ დებატებს, დიდი სიამოვნებით მონაწილეობა. ისე ნუიზავთ ოღონდ რომ ბიუჯეტი ნულზე დატოვოთ. ბატონო? ისე ნუიზავთ ოღონდ რომ ბიუჯეტი ნულზე დატოვოთ. არა, ბიუჯეტი იზრდება. პროგრესული გადასახადის საფუძველზე ბიუჯეტი იზრდება. მთელი ამბავი მაგაშია. მოდი